დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ ელოდებით ჩვენი გადაცემის გამხსნელ ფრაზას, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით და რა თქმა უნდა, მე აუცილებლად ვიტყვი ამას. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ყველაზე მეტად უფრთხილდებით ადამიანის სიცოცხლეს, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ არის ჩვენს გადაცემაში სხვადასხვა სათქმელი ადამიანის სიცოცხლესთან და ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებული. მაგალითად, ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ იმაზე, როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს. და ეს არის ადამიანის ყველაზე ბუნებრივი მოთხოვნილება და თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე ადრეული ოცნება, რაც შეიძლება მეტი წელი შემატოს საკუთარ სიცოცხლეს. თუმცა ერთშვენიერ დღეს ადამიანმა გააცნობიერა, რომ უბრალოდ წლები არ არის საკმარისი მისი ბედნიერებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ამ წლებს შეზძინა და აქედან გაჩნდა ცნება ცხოვრების ხარისხის შესახებ. ისევე როგორც ადამიანმა გააცნობიერა, რომ კუჭის ან ფეხის ჯანმრთელობა, ზოგადად ცალკეული ორგანოების მდგომარეობა არ განსაზღვრავს იმას, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია. რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული და სხეული როგორც ჭურჭელი ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შიგთავსის მდგომარეობას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დავინახოთ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობაში ჩვენი ჯანმრთელობა, ისევე როგორც აღვიქვათ ჩვენი ემოციური მდგომარეობა, გარემოს მდგომარეობა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, როგორც ჯანმრთელობის მდგენელი. გავიაზროთ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, გავიაზროთ ჩვენი სამუშაო გარემოს უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ასევე მოვაქციოთ ჯანმრთელობის ქოლგის ქვეშ. თუმცა არასოდეს დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უამრავი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად უამრავ სირთულეს წავაწყდებით ხოლმე. და ხშირად ასეთ სირთულეს და ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნის ჩვენი დიაგნოზი. ჩვენ შევთანხმდით, რომ არასდროს შევხვდეთ ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, როგორც განაჩენს. ვისწავლოთ დაავადება იმისთვის, რომ შევძლოთ მასთან თანაცხოვრება. ეს არის ყველაზე ხანდაზმული ფრაზა, რომელსაც მე ვიყენებ მრავალი წლის მანძილზე. და სათქმელი სრულიად ბუნებრივია განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიაგნოზი მთელი ცხოვრების მანძილზე აქვთ სატარებელი. და აი ამ ადამიანებს ხშირად უწევთ გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ დიდ ომში ჩართულობა. და იმისთვის, რომ ეს ომი საბოლოოდ მოიგონ, მათ ხშირად აქვთ წარმატებული და მარცხიანი ბრძოლები. მაგრამ ბრძოლები, რომელთა წარმატებით გადალახვა, მათ აძლევთ საშუალებას საბოლოოდ ომი მოიგონ. ამას ემსახურება ჩვენი პროექტი მე დავამარცხე კიბო, სადაც განსაკუთრებული ადამიანები განსაკუთრებულ ისტორიებს ყვებიან. ისტორიებს, რომლებიც პირველად საჯაროდ სწორედ გაბედეს და ამ გადაცემის ეთერიდან გაუზიარეს საზოგადოებას. რეალურად მათაც გადალახეს ბარიერები და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სხვა ადამიანების დასახმარებლად, სხვა ადამიანებისათვის მოტივაციის შესაქმნელად, იმისათვის, რომ მართლაც გაემარჯვათ ბრძოლაში და მოეგოთ ომი. ქრისტის შანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. შინაგანად ყოველთვის რაღაცა გაქვს, რომ აი მოლოდინი სულ გაქვს შიშის, აი მე რა იქნება. ეხლა ამ ეტაპს რომ დავასრულებ, კიდე რა იქნება. ბევრი აზრი გესმის, ბევრ ადამიანს ხვდები, ზოგს როგორი პრობლემა, ზოგს როგორი სირთულით და მე ბევრ რაღაცას ფიქრობ შენ თვითონაც, რომ აი ეს დაავადება ნეტას უწავა, მოშორდება, თუ კიდე მოვა. ამის შიში გაქვს შინაგანად ყოველთვის. მე ვარ ციკა გოგბერაშვილი, 45 წლის, ქუთაისიდან დაბადებული გაზრდილი. მაქვს დუდუს კიბო, მესამე სტადია, სიმსივნე. და გავდივარ მკურნალობის ეტაპებს. საერთოდ არაფერი არ მაწუხებდა. სრულიად ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობდი. ეტაპობრივად ვიტარებდი ანალიზებსაც და სულ ყოველთვის წესრიგში მქონდა ყველაფერი. ერთ-ერთ საღამოს შევამჩნია მკერდზე სიმაგრე. შემდეგ თქვი მეგობრებთან და სასწრაფოდ წამიყვანეს
კლინიკაში, რომ გაგვერკვია რასთან მქონდა საქმე. და მოვიდა ის დიაგნოზი, რასაც არ ველოდით, არ მინდოდა დაჯერება, ვერ ხვდებოდი საერთოდ რა ხდებოდა ჩემ თავს. ყველა მემშვიდება, მეგობრებიდან დაწყებული ექიმები, აბსოლუტურად ყველა ცრემები მომდიოდა თვალებზე თავისით და მე ვნებოდი, რომ აი აღარ იტირო 2 წელი ხარ, მაგრამ არ გერწია, თვითონ მომდიოდა ცრემლები. დავიწყეთ ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც ძალიან რთული გასავლელი არის. სახლში არ ჩავიკეტე. აქტიური ცხოვრებით გავაგრძელე ცხოვრება, მეგობრებიც, საქმიანობაც, ყველაფერი. მაგრამ მარტო ალბათ ჩვენ ვიცით, ონკოპაციენტებმა გულში სხვა რაღაც ხდება, როცა მარტო რჩები. და ძალიან ძნელია, მაგ დროს ბევრ რაღაცას ფიქრობ. შიში ყოველთვის გაქვს შინაგანი, რომ ვიზუალური ცვლილება გაქვს, იცვლები, ხასიათიც გეცვლება, ბევრი რაღაც ტკივა იმ პროცედურების დროს, მაგრამ არ გინდა რომ ყველას მოახვიო შენი ტკივილი და მაქსიმალურად რაღაცნაირად შენში რჩება. როდესაც უკვე დავასრულე და დადგა ოპერაციის დრო, აი ოპერაციის შემდეგ ძალიან დეპრესია დამემართა, ჩავიკეტე. რადგან ცვლილება განიცადა ჩემმა სხეულმა და თითქოს აღარ მინდოდა გარეთ გასვლა. ემოციური ზოგადად ყოველთვის ვიყავი. მაგრამ უფრო ემოციური ვარ, ბევრი რაღაცა უფრო ახლოს მიმაქვს გულთან, როცა სარკეში ჩაიხედავ, შენ თავს უყურებ ძალიან ძნელია, მაგრამ ზუსტად მაგ იმედით, რომ ამდენი ადამიანი რო გეუბნება, რომ ეს გაივლის, ეს დასრულდება და ამოვათ მათ წარბიც, შეშუპებაც, ჩაცხრება და იმედი გიჩნდება მერე. და სხვანაირად ხარ განწყობითაც ვიღაც რო გეუბნება რომ აი მე გავიარე ნახე რა მაგრად ვარ დღეს და როგორი ცხოვრება მაქვს და საერთოდ აღარ გაგახსენდება და ამ ეტაპს გავილი ამ ეტაპს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა და ყველა ონკოპაციენტს ქალბატონებს მით უმეტეს ვეთქვი რომ ცხოვრება მშვენიერია წინ ლამაზი მომავალია აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და კიბო განაჩენი არ არის, ვერ დაგვამარცხებს. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და არა უბრალოდ საუბარს ვაგრძელებთ გარემოს დაცვის საერთაშორისო კვირაულს. და სწორედ ამ კონტექსტში დღეს გარემოსთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულად შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელ ჭრილში უნდა ვისაუბროთ და ვისაუბროთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელიც გახლავთ ექიმი ალერგოლოგი, იმუნოლოგი, პროფესორი ქალბატონი მაკაროხაძე. დილამშვიდობისა ქალბატონო მაკაროხაძე. დილამშვიდობისა ქალბატონო მარი. რეალურად, როდესაც მე ვახსენე ჩვენი მეგობრობა თანამშრომლობა, მხედველობაში გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როდესაც ადამიანის გადაჭარბებულ რეაქციებზე ვსაუბრობთ ხოლმე, მომატებულ გადაჭარბებულ რეაქციებზე, სწორედ ასე აიხსნება სიტყვით ალერგია მარტივად თუ მოუძებნით მას ახსნას, თუმცა რის მიმართ, რა შემთხვევაში, რა ფორმით, როგორი გამოვლინებით, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ. ივნისის დასაწყისში ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია საკითხი, რომელსაც ქვია გარემოსთან ურთიერთობაში ადამიანის ორგანიზმში გამოვლენილი გადაჭარბებული რეაქცია კონკრეტული ალერგენების მიმართ, როდესაც ან ხე არის ბრალდებული, ან ბუჩქია, ან ბალახი, მოკლედ სცენარის მტვერია დამნაშავე. ამიტომ საუბარი გარემოსთან მიმართებაში, როდესაც ალერგია განხილვის საგანი, რასაკვირველია, შეუძლებელია პოლინოზის ხსენების გარეშე დავიწყოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვან თემას ვეხებით, რომელიც გულისხმობს იმ კლიმატურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც კაცობრიობა დღეს დგას. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჩვენ ვერაუვლით ამ მნიშვნელოვან თემას, რომელიც
ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებიც ალერგიული რინიტით, ანუ ალერგიული რინოკონიუნქტივიტით, ცხვირისა და თვალის პრობლემებით, ასთმით შეპყრობილი ადამიანებისთვის, როდესაც ასპარეზზე გამოდის მცენარეული მტვრის მარცვალი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სამი ძირითადი ეტაპია, ეს არის ხემცენარეები ბრძანეთ, ჩვენ უკვე გავიარეთ ეს პერიოდი, ეხლა ვიმყოფებით სწორედ მეორე სეზონში, ეს არის სწორედ ბალახებით და მარცვლოვნებით განპირობებული მცენარეული მტვრის მიმართ გადაჭარბებული რეაქცია და შემდგომ მესამე პერიოდი უკვე დადგება ზაფხულში, რომელიც შემოდგომამდე გაგრძელდება, ეს არის სარეველა მცენარეებით გამოწვეული და განპირობებული თავსატეხი. დიახ, ბალახები და ასევე მარცვლოვნები, მათ შორის ბალახები, ეგრეთ წოდებული ყველაზე ძლიერი ალერგენული თვისებებით, მაყურებელს შევახსენოთ, რომ გამოირჩევა ამ პერიოდში ტიმოთელა, ეგრეთ წოდებული, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, არა მხოლოდ თუ რამდენია მტვრის მარცვალი ჰაერში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომები გამოვლინდეს, რაც პოლინოზისთვის არის დამახასიათებელი, ხომ? ეს იქნება ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თვალების ქავილი, ასევე შეიძლება სუნთქვის გაძნელება, სასის, ყურის ქავილი, შესაძლოა კანის პრობლემები თუ გასტროლოგიური პრობლემაც დაერთოს. გამოირჩევიან ეს მცენარეები და კერძოდ ტიმოთელა ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურებით, მაღალი ალერგენული თვისებებით. ეს როგორც რომ შევადაროთ და ავიღოთ 5 ბალიანი შკალა, ტიმოთელას აქვს 5 კლასი შეესაბამება რა, ისევე როგორც კვიპაროს, ისევე როგორც ამბროზიას. და ის სიმპტომები, რომელთაც ჩვენ ხშირად გვაკითხავენ ადამიანები, რომელთაც შეწუხებულები არიან, ეს არის ცემინება, ცხვირის ქავილი, სასის ქავილი, ცრემდენა, თვალების ქავილი, ასევე ამოსუნთქვის გაძნელება, შეიძლება ასთმური სიმპტომებიც გამოვლინდეს, რომელიც სეზონური პრობლემით განპირობებული ასთმა ამ შემთხვევაში და შესაძლოა ყველა ეს სიმპტომი ერთდროულად გამოვლინდეს ერთ ადამიანს. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამ პერიოდისთვის, წინასწარ რა თქმა უნდა, ადამიანებმა იციან თუ როდის დგება ეს პერიოდი, ასევე არსებობს ჩვენი სიამაყე, ეგრეთ წოდებული კალენდარი, რომლის საშუალებითაც ასევე ჩვენმა კოლეგებმა, ფართო საზოგადოებამ უკვე იცის თუ რა დროს ელოდება მას ეს პრობლემა და უკვე 2 კვირით ადრე, 1 თვით ადრე ადამიანები იწყებენ მომზადებას არსებული პრობლემის უფრო კარგად და უფრო მნიშვნელოვანია სწორედ რომ კარგად მომზადებული ადამიანი დახვდეს ამ პრობლემას. ძალიან საინტერესო იყო ზუსტად თქვენი ფრაზა, როდესაც მომზადებული შევხვდეთ გარემოს იმ ცვლილებას, რომელიც თავის მხრივ ჩვენს ორგანიზმში გადაჭარბებულ რეაქციას იწვევს. ჩვენ შევთანხმდით, რომ დღეს გარემოს სწორედ ალერგიის ჭრილს შევხედავთ და გარდა იმისა, რომ ეს მცენარეები და გარემო ფაქტორები ქმნის ჩვენთვის მაკრო გარემოს, გასათვალისწინებელია ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი საყოფაცხოვრებო რეალობა, სადაც მაგალითად ბინის, სამუშაო ატმოსფეროში, სასწავლო გარემოში უამრავი ფაქტორი ჩნდება თავის მხრივ, რომელმაც შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია გამოიწვიოს ჩვენში. და ძალიან ხშირად რატომღაც ამას გარემოდ არ აღვიქვამთ. უფრო ადვილად აღსაქმელია სხვათა შორის მცენარეების მტვერი და მის მიმართ ალერგიული რეაქცია, როგორც გარემოსთან ურთიერთობის კომპონენტი, ვიდრე უშუალოდ ჩვენ რომ გარს გვარტყია, აი ეს გარემო რისკის შემცველად. არა და რამდენად ხშირია ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო ფაქტორებით წეული ალერგიული რეაქციები. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ვეხებით. ერთს აღნიშნავ, რაც მცენარეულ ალერგენებს ეხება კიდევ, რომ ესეც არის სწორედ იმ კლიმატური ცვლილებების პრობლემებით განპირობებული, რომელიც იწვევს ჰაერში აი ამ მცენარეული მტვრის, მოდით ასე ვთქვათ, გახანგრძლივებას. და
20-25, 20-26 წელი უკვე გამოცხადებულია და შესაძლებელია ასე ითქვას, ასეც უწოდეს როგორც სცენარეული მტვრით განპირობებული აპოკალიფსი. ანუ შესაძლებელია და არსებობს უკვე მსოფლიოში ის რეგიონები, სადაც პოლინაციის პერიოდი მთელი წლის განმავლობაში არ წყდება. ანუ ჩვენ დღეს ვდგავართ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, ანუ ჩვენ საუბრობთ კლიმატით განპირობებულ გამოწვევებზე, რაც განაპირობებს სწორედ კლიმატში იგულისხმება გლობალური დათბობა, ანუ ტემპერატურის მომატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იწვევს ნახშირორჟანგის გამოყოფას დიდი რაოდენობით და ეს იწვევს სწორედ აი ამ პოლინაციის პერიოდის გახანგრძლივებას. ეს იქნება თბილი ზამთარი, რომელსაც მოყვება ხანდახან უხვინალექი, ან შემდეგ ტენიანობის მატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე, ანუ ეს კლიმატურ გამოწვევებთან ერთად დღეს კაცობრიობის წინაშე არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ გარემოს სხვა გამოწვევა, რომელიც ანუ შენობის შიგნით, ანუ აღმოჩნდა, რომ აი ამ პრობლემას ეხება. რომ გავითავისოთ, დღეს უკვე ალერგია, ანუ საერთოდ ცდება იმ, ასე რომ ვთქვათ, გარემოსთან არსებულ გაუკუღმართებულ რეაქციას და უფრო მეტ მრავალფეროვან, აი ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ანუ რომ გავსაზღვროთ, ეს უკვე არის, როგორც ვთქვით, ანუ შენობის შიგნით არსებული პრობლემები ჰაერის დაბინძურება, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ესეც გამოთვლილია და სტატისტიკურად არსებობს მონაცემი, რომ თურმე ადამიანი შენობის შიგნით დაახლოებით თავის ცხოვრების 90%-ს ატარებს. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს იქნება ჩვენი სახლი, ეს არის სამუშაო ადგილი, ეს არის სკოლა, ეს არის უმაღლესი სასწავლებელია თუ რესტორანია თუ მაღაზია თუ ასე შემდეგ, სადაც ადამიანი ყოველდღიურად ხვდება. ამიტომ, როდესაც უკვე საუბრობთ ჩვენ ალერგიაზე, ეს არ არის მხოლოდ გაუკუღმართებული რეაქცია გარემოს თუ კონკრეტული საკვები კომპონენტის მიმართ. ანუ სცილდება ფარგლებს და ეს არის უკვე, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას ძალიან რთული ბიოლოგიური კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ დღეს. ისიც ცნობილია, რომ დაახლოებით წელიწადში 400,000-მდე სიკვდილობა უკავშირდება სწორედ შენობის შიგნით ჰაერის დამაბინძურებლებით გამოწვეულ პრობლემას. ასევე ისიც ცნობილია, რომ ყოველდღიურ, ანუ ადამიანი დაახლოებით არსებობს 350,000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, რომელთანაც ადამიანს შეიძლება შეხება ჰქონდეს. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ქიმია, სადაც საყოფაცხოვრებო ქიმია, სადაც პირადი იმოვლის საშუალებები, ჰიგიენის საშუალებები, ეს იქნება ყოველდღიური სისუფთავისთვის, არა, ჩვენ ეს გვჭირდება აუცილებლად, სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, დეტერგენტები, სარეცხის საშუალებები, ეს იქნება მოვლის საშუალებები, რომელთა მიმართ ალერგიული რეაქციები უკვე არსებობს და გამოვლენილი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ხომ, შეხებისას. მაგრამ აქ უკვე ეს სცილდება თავის ფარგლებს და აქ ჩვენ საუბრობთ მთელ უკვე სხვა ფორმატზე, როდესაც არა მხოლოდ კანი და ლორწოვანი, სასუნთქის სისტემა, რესპირაციული პრობლემები. ასევე აქ ასპარეზზე გამოდის მთელი ის რიგი ნივთიერებები, რომლებიც, ანუ თუ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ჰაერში არსებული პრობლემები, ეს არის სხვადასხვა აირები, რაც ჩვენ ვიცით, არა, უკვე ჩამოვთვალეთ ნახშირორჟანგი, ასევე შეიძლება იყოს ნატრიუმის თვითონ
აზოტის ოქსიდი, ეს იქნება ოზონი, ეს არის ის მონოქსიდი, ვთქვათ, თუ შემდეგ რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთკავშირის შედეგად კიდევ ხა ოზონი გარეთ არის, ხომ? ნახშირორჟანგი შეიძლება შენობის შიგნით გამოიყოფა, მაგრამ მათ შეიძლება ჰქონდეთ ერთობლიობა, ანუ ეს ნაერთი არსებობდეს, რომელმაც ადამიანის ორგანიზმზე, რესპირაციაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს. ასევე სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, ქიმიური გამონაბოლქვები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებობს აი ასეთი ახალი შენობის სინდრომიც, როდესაც ყველაფერი ახალია, ხო? ყველაფერი რაღაცა განსაკუთრებული სურნელი აქვს, ავეჯს, იმ ვთქვათ, გამოყენებულ იატაკს, ლამინატს იქნება თუ ასე შემდეგ, საღებავს, წებოს, უამრავია ეს. დუღაბია, იქ ცემენტია. ანუ ეს არის კიდევ ეგრეთ წოდებული აი ქიმიურ გამონაბოლქვში მოიაზრება სწორედ აქროლადი ორგანული ნაერთები. ეს იქნება ფორმალდეჰიდი, იქნება ბენზოლია, აცეტონია თუ ასე შემდეგ, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჰაერის ტემპერატურაზე ისინი ადვილად ორთქლდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. არსებობს ასევე ნახევრად აქროლადი ნივთიერებებიც, რომელიც უფრო ხანგრძლივად რჩება ჰაერის, ანუ შენობის შიგნით ჰაერში და ეს კიდევ მნიშვნელოვანია, აი ეს იქნება ვთქვათ ნიკოტინი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეც. სხვადასხვა ქიმიური ნაერთები, ტექსტილში არსებული ქიმია, რომელიც არ იშლება პრაქტიკულად და ის რჩება ნიადაგში, ჰაერში, წყალში და საკმაოდ ხანგრძლივად და ადამიანის ორგანიზმში. პლუს ასევე იმ მიკრობიომის გამოწვევები ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა მაშინ არის ჯანსაღი, მაშინ არის სრულყოფილი და შეუძლია აი ამ გამოწვევებთან გამკლავება, როდესაც ის ასე რომ ვთქვათ, შეიარაღებულია და კარგად მობილიზებულია. ანუ არსებობს ბიომრავალფეროვნება. აღმოჩნდა, რომ ესეც ახალი გამოწვევაა სწორედ და ჰაერის დამაბინძურებლებით, როგორც გარეთ, ასევე შენობის შიგნით, სწორედ მიკრობიომიც აღმოჩნდეს აი ამ ახალი გამოწვევების მსხვერპლი. და რაც უფრო ნაკლებია, აი ეს მრავალფეროვნება, მით უფრო თავს იჩენს ის არა მარტო ალერგიული პრობლემები, ასევე აუტოიმუნური, ასევე ანთებით მიმდინარე სხვა ქრონიკული პათოლოგიები და მეტიც რომ ვთქვათ, ის თვითონ ნივთიერებები, ასე რომ ვთქვათ, ცნობილი არის ეგრეთ წოდებული მყარი ნაწილაკების სახელწოდებით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის PM2 და 5, ოთახის მტვრის ტკიპები, ობის სოკოები, ცხოველების ექსკრემენტები, რომელიც ჩვენთან ერთად არსებობენ ბინის პირობებში, არა, ესენიც ქმნიან ძალიან სერიოზულ ჰაერის დაბინძურების შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ალერგენები ჩვენ თქვით უკვე, რომ კლიმატი პლუს მცენარეული მტვერი იქნება თუ ასე შემდეგ, რომელიც ერთად უკვე სერიოზულ გამოწვევას და პრობლემას წარმოადგენს. როდესაც თქვენ ძალიან ლოგიკურად გარემოს სხვადასხვა შრეს მიჰყვებოდით და შესაბამის რისკებზე საუბრობდით, ადამიანს, რომელიც ისმენს ამ ყველაფერს, ერთი მხრივ აქვს სრულად გაცნობიერებული დამოკიდებულება, რომ თვითონაც მიიღო ძალიან დიდი და აქტიური მონაწილეობა ამ ჩამონათვალის, რაც შეიძლება გრძელისია ჩამოყალიბებულიყო და მეორე მხრივ უჩნდება კითხვა. გარეთ არის რისკი იმისა, რომ მაგალითად მცენარის მტვერი აღმოჩნდეს ადამიანისთვის გადაჭარბებული რეაქციის გამოვლენის წინაპირობა. შინ დარჩენის შემთხვევაში ბეტონის შენობებში გამომწყდეული ადამიანებისთვის და ეს რეალობაა, თანამედროვე ცივილიზაცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთი კოლოფიდან მეორე კოლოფში გადაადგილდება ადამიანი ხშირ შემთხვევაში. გამოდის, რომ როდესაც ამ შენობების შიგნით ჩვენ ვლაპარაკობთ საფრთხეებზე,
არანაკლებია ის ჩამონათვალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისგან ასევე გადაჭარბებულ რეაქციას იწვევს და ავლენს. მაშინ რა ქნას თანამედროვე ადამიანმა? სად არის ასეთ შემთხვევაში ალერგიებისაგან თავდაცვის საშუალება და თქვენ როგორც ძალიან გამოცდილი ექიმი, ასეთ დროს როგორც ალერგოლოგი, იმუნოლოგი, რას ურჩევთ ადამიანებს? სად არის ჩვენთვის გამოსავალი? გარეთაც არის ასეთი საფრთხე, შინაც გვაქვს ასეთი საფრთხე. ადამიანი გამოდის რომ დაცული ალერგენებისაგან და მსგავსი რეაქციებისგან არსად არის. მით უფრო რომ ადამიანი ყოველდღიურად ამატებს ამ ჩამონათვალს, ახალ რისკ ფაქტორებს, თუნდაც ქიმიკატების, საყოფაცხოვრებო, სხვადასხვა ალერგენის ან საკუთარი ხელით შექმნილი ნაგებობების თუ ქიმიური ნაერთების სახით. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული გამოწვევა და რთულია. ჩვენ უკვე ვიცით, როდესაც გარემოში არსებულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ და ამისთვის ყოველთვის ჩვენს პაციენტებს, საზოგადოებას ურჩევთ, რომ დროულად მიმართონ ექიმს, რომ დიაგნოსტირებული იყოს, ზუსტად ვიცოდეთ ის ალერგენი და დავიწყოთ მასთან, ასე რომ ვთქვათ, არა მხოლოდ მის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პროცესია. არამედ ჩვენ უფრო გავხდეთ შემწყნარებელი, ანუ ტოლერანტულები. აქ მე ვგულისხმობ, ეს არის ალერგოლოგიაში ასეთი მიდგომა, რომელიც არის პერსონიფიცირებული მიდგომა და ეს გულისხმობს ალერგენ სპეციფიურ ვაქცინაციას. როცა ჩვენ იმ ალერგენს ნელ-ნელა ვეგუებით და ამ თვალსაზრისით წლების მანძილზე ნელ-ნელა შეიძლება უფრო ორგანიზმი იყოს მის მიმართ შემწყნარებელი. რაც შეეხება აი ამ ახალ გამოწვევებს, რომლის ჩამონათვალი ალბათ ყოველდღიურად ეს ჩამონათვალი მატულობს. თუნდაც ახალი ნაგებობების თემა, რაც თქვენ ახსენეთ. აბსოლუტურად ახალი სინდრომების სახით. თუმცა შეიძლება აი ამ რაღაცა ჭრილში შევხედოთ, რომ თქვენ ბრძანეთ ერთი, ვთქვათ, მდგომარეობიდან მეორეში, მაგრამ ეს ალბათ იყო, ჩვენ უბრალოდ შორდებით ბუნებას, ჩვენ დავშორდით ამას და დღეს უკვე სხვა მოცემულობაში ვიმყოფებით, ანუ სხვა ალერგენულ, ასე რომ ვთქვათ, გამოწვევებზე საუბრობთ, აბსოლუტურად ახალ ალერგენებზე. და როგორც თქვენ ბრძანებთ ხოლმე უკაცრავად ჩაგერთვით, ახალ ალერგიულ გარემოზე. დიახ, ახალ გარემოზე. აქაც არსებობს ახალი სინდრომების განვითარების, ეგრეთ წოდებული ეიფორია, იმიტომ რომ ჩვენ თქვით აი ეს შენობები, ახალი შენობა, ასევე შეიძლება იყოს დაავადებული შენობაც, გამოდის ასეთი ტერმინი, როდესაც აი სხვადასხვა ქიმიკატები, აი ეს აკროლადი ნივთიერებები, ნახევრად აკროლადი თუ ასე შემდეგ, მყარი ნაწილაკები ცალკე არსებობს ობისოკოებით განპირობებული ჰაერის შიგნით არსებული სინდრომი. აქ გამოდის ობისოკოები ძალიან მრავალფეროვანია და მე მინდა ჩვენ მსმენელსაც, მაყურებელსაც შევახსენო, რომ ასევე ჯანმოსმიერ იქნა მოწოდებული და აღიარებული და ჩვენს ქვეყანაშიც, როდესაც ბავშვთა შორის ასთმისა და ალერგიის გავრცელების ეპიდემიოლოგიური დიდი კვლევის ყველა ფაზა ჩატარდა და იქაც გარკვეულ აი ამ თინეიჯერულ ასაკში 12-14 წლის ბავშვთა ასაკში აი ამ ეპიდემიოლოგიურ მარკერებს შორის სწორედ შინ ობისოკოები და ეს ლაქები და ეს სპორები აღმოჩნდა ასთმის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი. ობი და მასთან დაკავშირებული ობის სპორები ეს კიდევ ცალკე გამოდის, არსებობს კიდევ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით განპირობებული ჰიპერმგრძნობელობები. ანუ არა ერთი და ჩვენთან ხშირად მოდის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სულ მცირე ურთიერთობაც რო აქვს, ანუ ძალიან დაბალი დოზით ამ ქიმიურ ნაერთთან მასზე შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონტაქტური ალერგიული დერმატიტი, არამედ სუნთქვის გაგრძელება, ასთმის გამწვავება, ის ქრონიკული პათოლოგიების გამწვავება, როგორიც არის სხვა კიდევ რესპირაციული დაავადებები, ქრონიკული, როგორიც არის ფქოდი და ასე შემდეგ, არა?
არსებობს კიდევ კლიმატური ფაქტორებითაც, ხო, განპირობებული აი ეს ახალი სინდრომი, აქ დათბობა ჩვენ უკვე ვახსენეთ და პლუს კიდევ ეს როგორც კარში და კარგარეთა აი ამ ახალი ალერგენებით განპირობებული აი ამ სინდრომის არსებობა. არის ასევე ურბანული პროცესებით განპირობებული ახალი სინდრომი, ანუ ადამიანების მიგრაცია ხდება უფრო მეტად ქალაქში, სადაც ისინი წყდებიან ამ გარემოს ბუნებას და პრაქტიკულად არის ადამიანი აბსოლუტურად სულ ახალ მოცემულობაში, ხო? ესეც მნიშვნელოვნად ართულებს და თანამედროვეობა, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, ეს იქნება სწორედ აი ამ ახალი ინოვაციები, ტექნოლოგიები, რაც შემოდის და ახალი ტექნოლოგიებით განპირობებული ჩვენ ხშირად ხსმენია ხოლმე დაღლილობის სინდრომიც. აქ თუ მასთან დაერთო შენობის შიგნით არსებული აი ეს გამოწვევები, ჰაერის დამაბინძურებლები პლუს არა მარტო დაღლილობა, არა მარტო მენტალური პრობლემა და სხვადასხვა ეს იქნება რეპროდუქციული თუ ენდოკრინოლოგიური გამოწვევების, ასევე ახალი ალერგოზების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, როდესაც და საუბარი დღეს მიდის კიდევ ამ მიმართულებითაც და მეცნიერები დღეს ფიქრობენ ახალი კვლევების დანერგვა, შესწავლა სწორედ იმ აი ამ ახალი ალერგენების და ახალი სამყაროსი, რომელიც ადამიანზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს და სპეციალური ხელსაწყოები, ანუ ინდივიდუალური სენსორების შექმნა, რომელიც ადამიანებს უკვე მისცემს იმის საშუალებას, რომ მან ინდივიდუალურად იცოდეს, რომ იმ გარემოში, რომელშიც იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ თუ როგორ გავაუვნებლყოთ აი ეს გამოწვევა, თუ ეს იქნება ორგანული ერთის დაბალი შემცველობით ან გამანეიტრალებელი საშუალებები, ახალი შენობები, რომელიც უნდა აშენდეს სპეციალური სტანდარტებით ალბათ და იმ ქიმიური საშუალებების ნაკლებად ჯანმრთელობისთვის საზიანო, ანუ სპეციალური სტანდარტების შექმნა, რომელშიც ეს არის იმხელა დიდი გამოწვევა, ეს ალერგოლოგიას ცდება და აქ არის ალბათ უფრო სახელმწიფოების დონეზე მთავრობის დონეზე იქნება თუ პოლიტიკურ პლატფორმაზე ეკოლოგები, ალერგოლოგები, ენდოკრინოლოგები, ანუ პოლიპროფილური მიდგომით მოხდეს აი ამ ახალ გამოწვევებთან და პრობლემებთან შესწავლა მისთვის აი ამ პრობლემის გადასალახავად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმა და შემდგომში ზრუნვა ადამიანის გლობალური ჯანმრთელობისთვის ალბათ. ძალიან დიდი მადლობა მაგამ დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა რომ ალერგიულ, ანუ გადაჭარბებულ რეაქციებს გარემოს ჭრილში სრულიად განსხვავებული შტრიხები შევძინეთ და თქვენ ახალ შენობებშიც კი შეგვახედეთ ამ თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ მაყურებლისათვის ძალიან საინტერესო იქნება სწორედ ამ ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით შეაფასოს თავისი დამოკიდებულება, თავისი შეგრძნებები და თავისი გამოვლინებებით. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ალერგოლოგი, იმუნოლოგი პროფესორი ქალბატონი მაკაროხაც. მე არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. როგორც წესი, კვებაზე საუბრის დროს ჩვენ ვცდილობთ გავცეთ კითხვებს პასუხი და გავრცელებულ კითხვათა შორის ძალიან ხშირად არის საუბარი ქიმიკატებზე. ქიმიკატი არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული ნივთიერება. ქიმიკატი ეს არის ქიმიური ნაერთების ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა კუთხით არის საგულისხმო კვებასთან მიმართებაში. მაგალითად, ქიმიკატების არსებობა ნიადაგში, ქიმიკატების არსებობა გარემოში, ქიმიკატების არსებობა ჩვენს საოჯახო პირობებში და ასე შემდეგ. არის თუ არა გასათვალისწინებელი ეს კვებასთან მიმართებაში? დიახ, გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორედ ამ ადგილას მხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ზურგს უკან ჩვენი კვებითი შუქნიშანი
აერთიანებს ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნებას. და თუ ქიმიკატებზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება სწორედ ამ პროდუქტებში აღმოჩნდეს, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი, რაც დააბინძურებს ნიადაგს ან იმ გარემოს, რომელშიც საკვები პროდუქტი იზრდება. ამ შემთხვევაში ხილი და ბოსტნეული. მაგალითად, საზოგადოებაში ასევე დამკვიდრებულია წარმოდგენა, რომ ყველაფერი, რაც ხდება ჩვენთვის პრობლემური და ყველაფერი, რაც ხდება საკვებში, არის პესტიციდი. აქ კიდევ ერთ განმარტებას შემოგთავაზებთ, რომ პესტიციდები ასევე გახლავთ ქოლგა ქიმიური ნაერთებისა და გულისხმობს გამანადგურებელ ნივთიერებებს, მომაკვდინებელ ნივთიერებებს და ეს ნივთიერებები შეიძლება მიმართული იყოს მაგალითად მცენარეების, სარეველა მცენარეების წინააღმდეგ. მათ ჰერბიციდები ჰქვიათ. შეიძლება იყოს მიმართული მწერების წინააღმდეგ, მწერების გასანადგურებლად და მათ ინსექტიციდები ჰქვიათ. არსებობს სოკოს მომაკვდინებელი საშუალებები, ანუ სოკოს საწინააღმდეგოდ მიმართული, მათ ფუნგიციდები ჰქვიათ და ასე შემდეგ. ყველა მათგანი ჩემ მიერ დასახელებული ჰერბიციდიც, ინსექტიციდიც, ფუნგიციდიც თავისი არსით პესტიციდია, ანუ ქიმიური ნაერთი, რომელიც რაღაცის განადგურებას ემსახურება. შეიძლება მოხდეს ეს ჩვენ საკვებ პროდუქტებში რასაკვირველია, რადგან ამ ნივთიერებებით დამუშავებული ნიადაგი ინახავს შესაბამის ინფორმაციას, გადადის წყალში, გადადის პროდუქტებში და შემდეგ ხვდება ჩვენს ორგანიზმში. როგორ შეიძლება მათგან გათავისუფლება? ძალიან ხშირად ისმის ასე კითხვა. მათგან გათავისუფლება ასეთი მარტივი არ გახლავთ. გარეცხვა, მექანიკური დამუშავება შველის ამ პროდუქტებს გვეხმარება ნამდვილად, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამდინარე წყლის ჭავლქვეშ დაყოვნება. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ზედმეტად საეჭვოდ გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასარგებლო ვიტამინი, ყველა მინერალი მაქსიმალურად კონცენტრირებული არის პროდუქტის კანში, აი აქ წარმოდგენილი პროდუქტების კანში, ზოგჯერ ჩვენ იძულებულები ვართ შეველიოთ კანს, გავწკვნათ პროდუქტები და ისე გამოვიყენოთ. არა იმიტომ, რომ კანია ჩვენთვის სახიფათო, არამედ იმიტომ, რომ კანში შეიძლება იყოს მაქსიმალური კონცენტრაცია იმ ქიმიკატების, რომელიც უკვე ვახსენე. მაგრამ მხოლოდ ეს ქიმიკატებია ჰიგიენური მოხმარების თვალსაზრისით საყურადღებოდ, მხოლოდ ეს თემა გვაღელვებს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას აქვს მთავარი კითხვა მეცნიერების მიმართ. იწვევს ასეთი ქიმიკატები ალერგიულ რეაქციას. ძალიან ბევრი კვლევა არსებობს, სადაც ცალსახა პასუხი არ არის გაცემული დადებითად. დიახ, მეცნიერები არ ამტკიცებენ და დღეს არ გვაქვს ცალსახა მტკიცებულება, რომ ასეთი ნაერთები, რომელიც მე დავასახელე, უშუალოდ იწვევს გადაჭარბებულ ალერგიულ რეაქციას იმ კლასიკური გაგებით, რასაც ქვია ალერგიული რეაქცია, თავისი გამოთავისუფლების მექანიზმებით და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა ორგანიზმის მხრივ გამოვლინებები და გარკვეული ცვლილებები, რომელიც საყურადღებოა. დიახ, შეიძლება გამოიწვიოს, ისევე როგორც ჩვენ საუბრობთ ხოლმე სხვადასხვა პროდუქტებზე. მოდით გავიხსენოთ, როგორ საუბრობთ. ჩვენ საუბრობთ მაგალითად მაღალი ალერგიული პოტენციალის მქონე საკვებ პროდუქტებზე, რომელთა შორის ყველას ძალიან კარგად გახსოვთ არის თევზიც და კვერცხის, არის თაფლიც და ხორბალიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ჩამონათვალში ხდება თხილეულთან ერთად რძის ნაწარმიც და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელიც შესაძლოა ახლა ჩვენს ბანერზე არ არის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტები, რომელიც ამგვარ რეაქციებს მაქსიმალურად უწყობს ხელს და შეიძლება იყოს მისი გამოვლენის საბაბის და მიზეზის. ასეთ პროდუქტთა შორის უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ უკიდურესად დამუშავებული, ტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ პროცესირებული პროდუქტები. და მათ რიცხვში თქვენთვის კარგად ნაცნობი, ფართოდ მოხმარებული სხვადასხვა საკვებია, რომელთა გამოყენება შესაძლოა თითოეულ ჩვენგვანს არაერთხელ მოუწია ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ჩამონათვალი გვახსენებს, რომ ამ პროდუქტებს აქვს უნარი სხვა პრობლემების გამწვავებასთან ერთად ალერგიული რეაქციების გამწვავს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენება, რომელიც ჩვენი მაყურებლისათვის ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის ეგრეთ წოდებული სულფიტები, ნაერთები, რომელიც
ყენება სხვადასხვა პროდუქტის დასამუშავებლად, მაგალითად ჩირების დასამუშავებლად იმისათვის, რომ წერებისგან იყოს დაცული, აგრეთვე მაგალითად კონსერვირებული ბოსტნეულისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა სახის სასმელში თავისი ქიმიური თვისებების გამო კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. ასევე გასათვალისწინებელია სალიცილატები. სალიცილატები ეს არის მაგალითად ჩაიში ან სხვადასხვა მცენარის ნაყენში ბუნებრივად არსებული ქიმიური ნაერთები და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგიერთი მედიკამენტის სახით, მაგალითად სალიცილატები ეს არის ასპირინის სახით ხშირად მოხმარებული პროდუქტი. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ისეთი ნაერთები, რომელიც ხელს უწყობს ალერგიულ რეაქციას ან გვაჩვენებს სურათს, როგორც მსგავს ალერგიული რეაქციისა და ამ ჩამონათვალში რატომღაც ერთად აღმოჩნდა დაწყვილებული ბოსტნეული და ხილი. რა შემთხვევაში შეიძლება ეს დაწყვილება იყოს საგულისხმო, ანუ ერთ სლაიდში რატომ აღმოჩნდა ჩვენთან ბოსტნეული და ხილი. როდესაც არსებობს საკმაოდ იშვიათი ერთი შეხედვით, მაგრამ მეორე მხრივ ბევრისთვის ძალიან საყურადღებო სინდრომი მტრისა და საკვების სინდრომი, ეგრეთ წოდებული პირის ღრუს ალერგიის სინდრომი. როდესაც ხილსა და ბოსტნეულში აღმოჩნდება ისეთივე ცილა, რომლის მიმართაც ადამიანს აქვს განსაკუთრებით მომატებული, გადაჭარბებული რეაქცია. არის თუ არა ყველა ჩამოთვლილი ნივთიერება ქიმიური? დიახ, ქიმიური ნივთიერება. არის თუ არა ჩემი მიერ ნახსენები ჰერბიციდების, ინსექტიციდების, ფუნგიციდების, ზოგადად პესტიციდების მსგავსად გასათვალისწინებელი ამ ნივთიერებების არსებობა საკვებში. რა საკვირველია? განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, ვისაც რაღაც ნიშნით მომატებული აქვს მგრძნობელობა კონკრეტული ნაერთების მიმართ და ვისაც აქვს ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი ალერგიული რეაქცია, რადგან ასეთ შემთხვევაში იმუნური სისტემის განსაკუთრებული პასუხი და სრულიად განსხვავებული რეაქცია ამა თუ იმ ნაერთზე შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ გაზრდილი რისკების შემთხვევაში თუნდაც ყველაზე ნაკლებად ალერგიულმა პროდუქტმა გარკვეული შედეგები და რეაქციები გამოიწვიოს. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი, მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.